ვილნიუსის სამიტსა და ასოცირების ხელშეკრულებაზე საუბარს ახლა უკვე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ერთად ვისაუბრებთ. ფილიპ დიმიტროვი დღეს ჩვენი სტუმარია. Mr. Ambassador, thank you very much for joining us and being with us this evening. How do you think could the events of შეუძლიათ თუ არა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს იქონიონ გარკვეული გაკვეთილის როლი ევროკავშირისთვის? რა შეცდომები დაიშვა? This is a matter of choice. რა თქმა უნდა, ეს არჩევნის საკითხია. და როგორც უკვე ახლა ხანს აღინიშნა, რიგი ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ, კერძოდ პრეზიდენტის ბატონ ვან რომპოის მიერ და ბატონ ბაროზოს მიერ, ეს არის რაღაც, რასაც ყოველი სახელმწიფო თავად წვეთს, ეს მისი უფლება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ბევრად უკეთესი იქნებოდა უკრაინისთვის, ბევრად სასარგებლო იქნებოდა უკრაინისთვის, ხელი მოეწერა და გაყოლოდა ამ ევროპულ გზას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ არის, რომ ევროკავშირი უერთდება უკრაინას, ეს უკრაინა უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა მიორთოს ევროპას. ანუ ჩვენ უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ არის რიგი საკითხები, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული და თუ არის რაიმე გაკვეთილი, რომელიც შეიძლება ჩვენ ვისწავლოთ. როგორც აღნიშნეთ, ჩვენ არ ვეთანხმებით რაიმე ზეწოლას რაიმე ქვეყანაზე, მაგრამ ეს არის ქვეყნის საკუთარი არჩევანი და ჩვენ უნდა ძალიან მოწადინებული ვიყოთ, რომ კარგად შევისწავლოთ სიტუაციას. ისეთ ქვეყნებშიც კი სადაც არის ძალიან სერიოზული პროდასავლური ტენდენციები, თქვენ ხედავთ ამას უკრაინის ქუჩებში, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა ძალებიც, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით მუშაობენ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის ბოლო დროის მოვლენების გათვალისწინებით, მათ შორის სომხეთის და აზერბაიჯანის უარის გათვალისწინებითაც. უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთის პარტნიორობა არ არის რაღაც ერთეული. ეს არის ქვეყნების ჯგუფი. თითოეულ ამ ქვეყანას, როგორც ბევრად ხშირად აღნიშნეთ, თითოეულ მათგანსთან არის ინდივიდუალური მიდგომა. ანუ ერთ ქვეყანამ შეიძლება გააკეთოს ერთი არჩევანი, სხვა ქვეყანამ შეიძლება გააკეთოს სხვა არჩევანი. სწორედ ამ მიზეზით მე ვთვლი, რომ ზეგავლენა უკრაინის გადაწყვეტილების ან სომხეთის მე არ მგონია რომ აზერბაიჯანის შემთხვევაში საკითხი ამდენად კაფეოა და ანალოგიურია, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში იყო მეტნაკლებად ასეთი ტენდენცია სპეციალური შეთანხმების გაფორმების აზერბაიჯანთან. ეს არ იყო ასოცირების შეთანხმებაზე საუბარი. ასე რომ აი ამ ორ მოვლენაზე თუ ვსაუბრებთ მხოლოდ, ამ მოვლენმა გვაჩვენა რომ ადამიანები განსხვავებულ არჩევანს აკეთებენ. მაგრამ ჩვენი მზადყოფნა, რომ ვიყოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ზონის მიმართ ღია, თითოეულ პარტნიორს შეუძლია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში კონდეს ჩვენ და ურთიერთობის განვითარება, ჩვენ მამისთვის კვლავ ღია ვართ. ბელორუსთანაც კი მზადა ვართ ვითანამშრომლოთ, ჩვენი კარები ყოველთვის ღია თანამშრომლობისთვის. ჩვენ არ მოველით რაიმე ცვლილებებს ევროკავშირის ქმედებებში, გარდა იმ განცხადებებისა, რომელსაც ყოველთვის ვაკეთებდი, რომ არის პრინციპი მეტის სანაცვლოდ, ანუ რაც უფრო მეტად კარგად შეასრულებს შენს ვალდებულებას, უფრო მეტ რამეს მიიღებ, მაგრამ ეს ისევ არის არჩევანის საკითხი. თუ არა რომ შესაძლებელია უახლოეს მომავალში რუსეთი გამძაფრებს ზეწოლას საქართველოზე, რათა მიიღოს იგივე სცენარის განვითარება როგორც უკრაინაში და თუ ეს მართლა მოხდება, როგორ იმოქმედებს ევროკავშირი? მე არ მსურს რაიმე წინასწარმეტყველების გაკეთება ახლა, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით საქართველოს შესწევს უნარი შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, შეიძლება უფრო კარგად ვიდრე სხვა ქვეყნებმა. იმიტომ რომ ნებისმიერი ზეწოლა, რომელიც შეიძლება დაყოფილიყო საქართველოზე, უკვე განხორციელდა. ანუ ამაზე მეტი რა შეიძლება მოხდეს?
მეორეს მხრივ, როგორც თქვი, უკრაინის გამოცდილებას თუ გავითარდებთ, ყოველთვის არის აუცილებლობა, რომ ვიყოთ ყურადღებით, თუ რა ტენდენციები შეიძლება გავითარდეს ნებისმიერ ქვეყანაში და ეს უპირველეს ყოვლისა ქართველების ამოცანა, ქართველების მოვალეობა. ანუ ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა დახმარება აღმოვაჩინოს ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს თავად ქართველებმა უნდა მოაგვარონ, ქართველებმა უნდა გააკეთონ თავისი არჩევანი. Mr. Ambassador, do you think that the lawsuits of the political სასამართლო საქმეები პოლიტიკურ ფიგურების წინააღმდეგ იგივე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მანო მერაბიშვილის ან ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ შეიძლება გახდეს სერიოზული დაბრკოლებები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისა და ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უფრო მზად ვიყავით დღეს გვესაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სიფცის უპირატესობებზე, მაგრამ ფილოსოფიურად, რა თქმა უნდა, ის არის ნაწილი ასოცირების შესახებ შეთანხმებისა, რომელიც დაკავშირებულია თავისთავად დემოკრატიულ პრინციპებთან, კანონის უზენაესობასთან, ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ ვითვალისწინებდეთ, რომ ჩვენ არ ვაპარაკობ უბრალოდ რაიმე წესების შემოტანაზე და ამ წესების დაცვაზე. ეს თავისთავად აუცილებელია. მაგრამ ასევე საუბარი გარკვეული სტანდარტების დანერგაზე. და სტანდარტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რაღაც წესი. სტანდარტები applied into situations when you can probably find გამოიყენება სხვადასხვა სიტუაციაში, როცა explanation out of the letter of some kind of rule კანონის ან წესის მიღმა გარკვეული ინტერპრეტაციის საშუალება. შეიძლება into the general ანუ შეიძლება წესი იყოს დაცული, მაგრამ მაინც რაღაც სტანდარტს არ შეესაბამებოდე. ანუ სტანდარტს იმისა თუ რა არის მისაღები და რა არ არის მისაღები. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. One of your interlocutors mentioned that the process of approximation, the process of coming closer to the European rules and standards. პროცესი დაახლოებისა ევროკავშირის წესებთან სტანდარტებთან არ დასრულებულა და რომ through a lens თუ აქამდე ლუპით გვაკვირდებოდნენ, ახლა უკვე მიკროსკოპით დაგვაკვირდებიან. მართალია. We shall be looking ამერიდან მართლა ძალიან ყურადღებით დაგაკვირდებით თუ რა მოხდება საქართველოში. Well, even after that, არა მხოლოდ ამ ერთ წელს განმავლობაში და მერეც კი. ხელმოწერის მერეც კი, იმიტომ რომ ხელმოწერის მერე მოდის რატიფიკაცია. You know, the phases are მოგხსენებათ არის სხვადასხვა ფაზები. პირველ huge preliminary არის უზარმაზარი წინასწარი ფაზა, თავად მოლაპარაკებების დაწყებამდე უზარმაზარი მოსამზადებელი სამუშაო იქნა განხორციელებული. შემდეგ არაფირება, რომელიც ფაქტობრივად არის ნიშანი იმისა, რომ წინასწარი მოლაპარაკებები ყველაფერი დასრულდა და ყველაფერი ფურცელზეა დადებული. შემდეგ მოდის უკვე ხელმოწერის ეტაპი, რაც ნიშნავს, რომ of course Georgia საქართველო და რა თქმა უნდა ევროკავშირი და მისი ყველა წევრი ქვეყანა მზადაა ამაზე. ანუ მათ უნდა გასცენ მანდატი, მან უნდა მისცენ მანდატი ევროკავშირის საგარეო სამსახურში ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას. და ამის შემდეგ მოდის ძალიან გრძელი პროცედურა რატიფიკაციების არა მხოლოდ ქართული საქართველოს პარლამენტის, არამედ ყველა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პარლამენტის მიერ და ბოლოს ამას ყველაფერს დააგვირგვინებს ევროპარლამენტის მიერ ხელმოწერა. რატიფიკაცია ბოლოში. ასე რომ თუ ჩემი რჩევა გაინტერესებთ, ჩემი რჩევა ყურადღებით იყავით, ნუ ვიქნებით ყრუ რაიმე სიგნალების მიმართ, რომელსაც მივიღებთ თქვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან, ევროპარლამენტისგან ან სხვა ინსტიტუტებისგან, იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩვენ ძალიან აფიოს სიგნალებს ვაკეთებთ თუ იმაზე თუ რას მოველით, ძალიან ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ამ გზავნილებს. მე მგონი საკმაოდ გასაგებია. რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს ამ პროცესში? რა არის ყველაზე დიდი ამოცანა ჩვენთვის? Usually the number one task in all cases is don't ruin it first. უპირველეს როგორც წესი ყველა შემთხვევაში უპირველეს ამოცანა რომ ეს არ ჩაიშალოს. რა თქმა უნდა, პირდაპირ თუ ვიტყვით, საქართველოს ძალიან ბევრს მიაღწია. თქვენ ესაუბრებით ახლა ელჩს, ანუ მე მიწევს გარკვეული იმპროვიზაცია გავაკეთოთ თქვენს კითხვებზე პასუხისთვის, მაგრამ თქვენ შეგიძლია გაეცნოთ კაფეო განსხვავებებს, რომელსაც აკეთებენ სხვადასხვა ოფიციალური პირები ევროკავშირისა, რომლებიც ძალიან კაფეო შეფასებებს აკეთებენ
აკეთებდნენ საქართველოს პროგრესის სულ ახლახანს ბატონმა ბაროზომ გააკეთა თავისი შეფასება იმ უზარმაზარი მიღწევებისა, რომელიც გაკეთდა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბატონმა ვან რომპოიმ აღნიშნა ახლახანს. ანუ ძალიან ბევრი იქნა მიღწეული და ეს არ უნდა ჩაიშალოს, ეს არ უნდა დაიკარგოს. ეს პირველი საკითხი, რომელიც უნდა გვახსოვდეს. მეორე საკითხი. განხორციელების ეტაპი, ანუ ევროკავშირის წესების და სტანდარტების განხორციელება. ეს დღეში 24 საათის სამუშაოა. ეს არ არის რაღაცა, რაც შეიძლება ერთხელ გავაკეთოთ, მივიღოთ დადებითი დასკვნა, შეფასება და მერე დავივიწყოთ. ეს არის რაღაც, რაც ყოველ დღე უნდა მიმუშაოთ. და რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ბევრი რამე, რისი გაუმჯობესება შეიძლება, რომელიც უნდა გამაუმჯობესოთ. არ მოველით, რომ იმას საქართველოს მიაღწიოს რაღაცა იმ სრულყოფილების ესეთ დონეს, რომ ამის იქით უკეთესი არაფერი შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ამას გარდა არის კიდე ერთი საკითხი, არის იგივე ღრმა და ყოვლისმოცული თავისუფალი ვაჭრობის საბჭოს სივრცის საკითხი. არის ბევრი საკითხი, რომელიც უკვე შემოღებული იქნა. მე ვუსმენდი თქვენ წინა განყოფილებას და მათ საკმაოდ კარგად აღწერეს many steps have been რა ეტაპები გავიდა, რამდენი ნაბიჯი გადაიდგა, რამდენი მნიშვნელოვანი საკითხი გაკეთდა, რა ინსტიტუტების შექმნა. არის ისეთი საკითხები, რომელიც მკაფიოდ არის განსაზღვრული თავის შეთანხმებაში. In the process of this periods of time, ამ პროცესებში საჭირო დროც არის განსაზღვრული. ანუ ამ დროში საქართველოს უნდა მიაღწიოს შემდგომ წინსვლას და ეს არის რაღაცა, რასაც რა თქმა უნდა სამუშაო ჭირდება, მუშაობა ჭირდება. ანუ ეს სხვა რჩევა იქნება, რომ არ შევაჩეროთ მუშაობა. და ეს არის რთული სამუშაო და თუ თქვენ ამას გავაგრძელებთ, თუ ამ პრინციპებს დავიცავთ და რა თქმა უნდა კიდე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თქვენ ხართ When I say you, I mean the Georgians, all the Georgians, მე ვლაპარაკობ არა მხოლოდ ყველა ქართველზე, მაგრამ იმათზე უპირველეს ყოვლისა, ვისაც ნამდვილად სურს ამის მიღწევა. Try to make it as clear as possible. თქვენ რაც შეიძლება მკაფიოდ უნდა გამოხატოთ, რატომ გსურთ ეს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რა არის სარგებელი ამის შედეგად და რამდენად უმნიშვნელოა ყველა ის არგუმენტი, რომელსაც დრო და დრო ვისმენთ ხოლმე, რომ ევროპაში არ დავკარგავთ ჩვენ იდენტურობას ან რაღაც ჩვენ ტრადიციებს ან რაღაცა ძალები იქნებიან, გავლენასთან ჩვენ ტიპიურ თვისებებს დავკარგავთ. აი ესეთი რაღაცეები. ძალიან ბევრი მომისმენია ასეთი რაღაცები ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, სხვა ქვეყნებშიც. და ყოველთვის იქნება ადამიანები, რომლებიც ასეთ საკითხებს წამოჭრიან ხოლმე. ამ კუთხით დაინახავენ საკითხებს და მნიშვნელოვანია, რომ გონივრულად მოვახდინოთ რეაგირება, რომ მკაფიოდ გამოვხატოთ, რომ ცხოვრება გრძელდება, დრო მიდის, საქართველოს საქართველოს იმედია არასდროს იქნება ის საქართველოს, რომელიც იყო მე-18 საუკუნე მაგალითად, და მე მგონი არავის არც უნდა რომ მე-18 საუკუნეში დაბრუნება. აქედან გამომდინარე, ცხოვრება გრძელდება, ყველაფერი ეს უნდა გავითვალისწინოთ. მთავარი პრინციპი, ძირითადი ღირებულება, რომელიც არის ნამდვილად ქართული ტრადიციის ნაწილია ეს ყველაფერი. ეს ყველაზე კარგად ამას გამოხატავს, რადგან ჯერა ევროკავშირი გამოხატავს, ღირებულებებს გამოხატავს და საქართველოს ამბობს, რომ ბევრი საუკუნე ამბობს, რომ საქართველოს არის ევროპის ნაწილი, უკვე მრავალი საუკუნე. მოდი ვისაუბროთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ასევე უსაფრთხოების სარგებელს, რომელსაც საქართველოს მიიღებს ამ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად. მე მახსოვს, რომ ჩემს ქვეყანაში იყო პერიოდი, როცა ჟურნალისტები ყველა ეკითხებოდა, ანუ რა ჩამოიტანეთ? ანუ ბრუსელის ვიზიტის შემდეგ რა ჩამოიტანეთ, რა სარგებელი მოიტანეთ? ანუ ამას კილოგრამებით ვერ გავზომავთ, ასე ვთქვათ. I think it is beyond all. მე მგონი უდაოა, რომ როდესაც თქვენ ხართ ოჯახის ნაწილი და ასოცირების შეთანხმებით საქართველოს ხდება ოჯახის ნაწილი. თქვენ გაქვთ ყველა ის ძირითადი მახასიათებელი, რომელიც აქვს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გარდა იმისა, რომ თქვენ თქვათ არა ხართ ხმის მიმცემი ინსტიტუტების ნაწილი.
კიდევ ცალკე არის კიდე ლიბერალიზაციის სავიზო ლიბერალიზაციის ნაწილიც ესეც მოვა. Technically separate, ისე მხოლოდ ტექნიკურად ის სხვადასხვა შეთანხმებებია, ლოგიკურად ისინი ძალიან ახლოს არის დაკავშირებული და ერთი მეორეს მოიტანს. და როგორც კი ეს ყველაფერი ამოქმედდება, თქვენ ფაქტობრივად ოჯახის ნაწილი ხდებით. და როცა ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენ უნდა მოულოდოთ, რომ თქვენი უსაფრთხოება გაიზრდება და სარგებელი გაიზომება არა მხოლოდ იმით, თუ რა სარგებელს მიიღებს ეს კონკრეტული მოვაჭრე, როცა რა თავის პროდუქტს გაიტანს ევროპაში, არამედ გაიზომება თუ ზოგადად ბიზნესი როგორი სარგებელს ამ ყველაზე დიდი ბაზრით რამდენად კომფორტულად იგრძნობს ამ უდიდესი ბაზრის ბიზნესი საქართველოში, თუ ის თავს კომფორტულად იგრძნობს საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ კაპიტალი შემოედინება, სარგებელი შემოედინება და ადამიანის მიმოსვლაც იქნება ძალიან კომფორტული. ეს რისი მიღწევას თქვენ გსურთ? მე მჯერა, რომ ეს არის მხოლოდ იმაზე არ არის, რომ გავზომოთ კილოგრამებით. ეს არის scope of opportunities. Uzarmazari შესაძლებლობები. This way, what will Europe gain? რას სარგებელს ნახავს ევროპა ამ შეთანხმებით? I would not reveal a tremendous secret if I tell you that Europe will not gain much economically. დიდ საიდუმლოს არ გავცემ, რომ ვიტყვი, რომ თქვა საქართველოსთან შეთანხმებით ევროკავშირი ეკონომიკურად ძალიან დიდ რამეს არ მოიგებს. იმიტომ თუნდაც იმ ჩვენი ზომებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ვჯერა, რომ when there is როცა close by around us ჩვენს prosperity არის კეთილდღეობა, დემოკრატია, როცა არის გარკვეული წესების დაცვა, როცა ადამიანები ჩვენს გარშემო არიან ბედნიერები, ჩვენს თავს უფრო უსაფრთხოდ ვცნობთ და უფრო ძლიერად ვცნობთ. ჩვენ ბევრს საუბრობდით ამაზე, რომ ესე ვთქვათ, რბილი ძალაუფლების საკითხს ზოგჯერ ეს სწორია, ზოგჯერ ეს არ არის, მაგრამ ჩვენი პრინციპი არის, რომ ჩვენი ძალა ასე ვთქვათ, სიმტკიცე იზრდება, როცა ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ ესეთი ბედნიერება, წარმატება ჩვენ მეგობრებსაც. And of course, და რა თქმა უნდა, there are the principles არის გარკვეული პრინციპები, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და ჩვენ ვჯერა, რომ ჩვენთვის სარგებელი იქნება, ჩვენი პოზიციები მსოფლიოში გამტკიცდება, ჩვენი პოზიციები საკუთარი თავის წინაშე გამტკიცდება, როცა ჩვენ დავინახავთ, რომ სხვა ადამიანები, სხვა ქვეყნები წარმატებულად გაყვებიან იგივე გზას, რასაც ჩვენ მივყვებით. This may sound a little bit altruistic, შეიძლება ცოტა ალტრუისტულად ჟღერს, მაგრამ რატომაც არა? იმიტომ რომ ეს პრინციპები უკავშირებს ადამიანებს, ეს პრინციპები აკავშირებს ქვეყნებს. შეიძლება უშუალო, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ტანკებით შეიძლება ვერ გაიზომოს ან ტექნიკით ვერ გაიზომოს, მაგრამ ამას შემოაქვს უსაფრთხოება იმ agreement, a level of closeness, იმ სიახლოვიდან გამომდინარე, რომელიც everybody feel ყველას მოუტანს უფრო მეტ უსაფრთხოების შეგრძნებას. დიდი მადლობა, რომ დღეს იყავით ჩვენთან ერთად. ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი იყო ჩვენი სტუმარი. მოკლედ, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას 2 დღეში მოახდენს და შემდეგ იმედი ვიქონიოთ, რომ უპრობლემოდ ამ ხელშეკრულების ხელმოწერაც 1 წელიწადში მოხდება. არჩევანი ამით დასრულებულია. დიდი მადლობა ჩვენს ყველა სტუმარს. ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო სამშაბათს. ნახვამდის. Thank you very much.